ნიკოლოზ, როგორ ხარ პირველ რიგში? შემართებით, ბედნიერად, წარმატებით. ოჩა. მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური პასუხები გვაქვს ხოლმე. როგორ თქვენ, ხო? ჯანმრთელობა როგორ პირველ რიგში, მაგეთ ხარე ზამთარია მაინც. ნეჩო. უძლებთ ცხოვრებას, უძლებთ. ანუ ყველა ადამიანი ხო შინაგანად მოგზაურები ვართ, აღმომჩენები, რომ რაღაცა ახალი ვისწავლოთ, შევითვისოთ, უბრალოდ ყველა სხვადასხვა კუთხით. მე თქვა ცოტა უფრო მოქმედებით და შორ-შორსიარულით, თქვა ზოგი შეიძლება წიგნებით და ნუ ვეცნობით სამყაროს, ხო რაღაც. და ზოგს მაძიებლობის ბუნება ძალიან მალე უმთავრდება და მე რაც უფრო მეც ვიგებ და მეც სწავლობ, უფრო და უფრო მიღვივდება, რასაც ქვია და ძალიან ბევრ სფეროსთან მქონდა შეხება. ანუ მე უბრალოდ ზოგადად ხალხისთვის შეიძლება ისე მოგზაურობ, რომ თქვა სურათებს ვიღებ და ბედნიერი ადამიანი სადღაც დადის ეს რა, ანუ ვეძიები ღრმად ქვეყნების კულტურებს, წარმოშობებს, ყველაფრის რელიგიებს, ეზოთერიკულ საკითხებს, სხვადასხვა რაღაცებს და ყველა ქვეყანაში მომიწია გინდა არ გინდა, თქვათ მომიწია არა, მინდოდა და იმიტომ თქვათ რაღაცა იქ ინდოეთში, თქვათ იოგის სკოლაში დავდიოდი, თქვათ იქ ტიბეტში რაღაცა მედიცინა რაღაც შევისწავლე, იქ სადღაც თქვათ რაღაცა იქ ჩაკრები, ნუ ყველა სხვადასხვა რაღაც საბრძოლო ხელოვნებები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და მიზიდავს და ყველაფერში ვცდილობ რომ რაღაცა სიღრმეები ვიპოვო. თქვათ მიმართულებას დავარქვი ესეთი ნიქსოლოგია, სადაც ფაქტიურად თითქმის ყველა ეზოთერიკული საკითხებია გაერთიანებული და პლუს ყველა ადამიანს აქვს შინაგანად რაღაცა ის ძალა, რომლის ანუ პოვნას უნდა აღმოჩენა უნდა ყველა ადამიანმა რომ თავისი გზა იპოვოს და თითოეულმა ადამიანმა რომ თავისი თავი გააუმჯობესოს, მაგით შეიძლება სამყარო. ესეთი კუთხით უყურებ. მაგიტომაც საინფორმაციო სამყაროსავით ესეთნაირად წარმოვიწყერო, უფრო ადამიანებს, უფრო რაღაც მარტივენაზე შეიძლება, ჩემი აზრით მარტივენაზე შეიძლება ვიღაცთვის ძალიან რთული იყოს, მაგრამ რაღაცა ზოგადად საკაცობრიო რაღაც საკითხები აუხსნავ, თქვათ რა როგორ არის მოწყობილი და მთლიანობაში არც ისე რთულადაა მოწყობილი სამყარო, თუ გააჩნია როგორ ჩაეძიება რა რაღაც დეტალებში, მაგრამ ზოგადი პრინციპები სამყაროსი არის თითქოს მარტივი. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ესე აღმოვაჩინე. როგორ ფიქრობთ, ანუ მსგავსი მიდგომა რომ ანუ საინფორმაციო სამყაროთ უბრალოდ ადამიანებს რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწვდომოთ და ყველა ადამიანმა თავისი თავი გაუმჯობესოს, აი ეს მიდგომა საერთოდ რამდენად სწორი შეიძლება იყოს. ნუ მე პირველ რიგში ყველას მივესალმები, ვინც დავუშვათ გვიყურებს ჩვენ და ყველე კარგ გისურვებთ. და რაც შეეხება თვითონ კითხვას, კითხვა კარგია, სწორია, აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ დღეს რეალურად მთავარი მოქმედი პირი არის მასმედია და საინფორმაციო სფერო, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია ერთმანეთთან დაკავშირება, რაღაცის გაგება, ინფორმაციის გაშლა, ცნობიერების გაფართოვება და ასე შემდგომ. ამიტომ რასაკვირველია მთავარი მოქმედი პირი ახლა არის საინფორმაციო სფერო. იმიტომ რომ თუ ადამიანს უნდა რაღაცა გაიგოს, ის უნდა იყოს ინფორმირებული. ამას ali არ გავა. ამიტომ იდეა ძალიან კარგია. სხვა საქმეა რომ აი ვინ როგორ და რამდენად მოახერხებს ამას. მე იმედი მაქვს რომ შენ ამას მოახერხებ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს სათანადო ცნობის მოყვარეობაც, მომზადებაც, გარკვეული ცოდნა, გამოცდილებაც. ადამიანი, როდესაც რაღაცისთვის მზად არ არის, ანუ მომწიფებული, თუნდაც რაღაც ნებისმიერი ინფორმაციისთვის, მაშინ შეიძლება იგნორირება გაუკეთოს, მაგრამ როცა უკვე მომწიფებულია ინფორმაციისთვის, მე ის ძალიან სხვანაირად მიიღოს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მაგალითად, აი თქვენ თან რომ მოდის ადამიანი, იცის რომ სჭირდება ესაჭიროება ვთქვათ ასტროლოგი, რომელიც დააკვალიანებს თავის ცხოვრებაში და რაღაცის მომწიფებული არის. თქვენ როგორც ვთქვათ ასაკით იქიდან გამომდინარე, თქვენი ზოდიაქოდან გამომდინარე, როგორი დამაჯერებელი, როგორი სტაბილური ხმა და ასე შემდეგ, თქვენი ადამიანს შეიძლება სრულიად სხვანაირად ჯეროდეს და ჩემი შეიძლება სრულიად სხვანაირად, რომ რაღაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება რაღაცა შორტი მაიკით სადღაცას შეხვდა პლიაჟზე, ელაპარაკება რაღაცა ძალიან ისეთ გლობალურ საკითხებზე, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი რჩევა უთხრა, მაგრამ ის ვთქვათ არ მიიღოს. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი შემხედრია, ანუ უკურიაქცია
და ამ უკურიაქციებმა მე ძალიან ბევრი პრაქტიკაში ან გამწურთნა უფრო და უფრო. თქვენი გამოცდილებიდან თავისთავად თქვენს გექნებოდათ ესეთი ვთქვათ, ვინც ვთქვათ რაღაცა ასტროლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ შედარებით შეიძლება უფრო ნაკლები გქონიათ ან თქვათ შეიძლება უფრო ახალგაზრდობის პერიოდში ვთქვათ უფრო ვთქვათ რაღაც 15-20 წლის წინ სხვა წინააღმდეგობები იყო, ეხლა სხვა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. ანუ იცი რა, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ აქ ინდივიდუუმზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თვითონ ინდივიდუუმი რამდენად მზად არის ჯერთ ინფორმაციის მისაღებად ერთი და მეორეც ერთი ვინ ელაპარაკება, ხო? აი მე ვაგვირდები ადამიანებს, ახლა სტუდენტებიც ყავს და შემდგომ და ძალიან აქცევენ ყურადღებას ბევრ გარემოებას. მაგალითად, აი გინდა ლექტორი იყო, გინდა ჟურნალისტი იყავი, გინდა წამყვანი, არა აქვს მნიშვნელობა. აი დაწყებული საიდან პირველი შენი გარეგნობა. როგორ გაცვია და რა გაცვია საერთოდ. აქცევენ ყურადღებას, გინდა არ გინდა, ადამიანები ამას ყურადღებას აქცევენ. შემდგომ როგორ იქცევი, როგორ ზიხარ, რა მანერები გაქვს. ხო, მეორე ფაქტორი, რამდენად შენს ხმაში, შენს ინტონაციაში, შენს ცოდნაში იგრძნობა თვითრწმენა. ხო? ეს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აძლევს მას შენდამი მაყურებელს, შენდამი დაინტერესების შესაძლებლობას. თუ გინდა ავიღოთ ცალკე ხმის ტემბრი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხმის ტემბრმა შეიძლება ადამიანი გააღიზიანოს და შეიძლება დაამშვიდოს და მეიზიდოს. ხო? მესამე, ლაპარაკის კულტურა. ხო, ეს კიდე ცალკე თემაა, რიტორიკა, ადრეულ პერიოდში სხვათა შორის ისწავლებოდა რიტორიკა, მე ამოიღეს თავის დროზე სკოლებიდან, ჩათვალისწინე არ არის საჭირო. მაგრამ რამდენიც გნებავთ აი ჟურნალისტს შეხედეთ რა, არ უარგა ბგერა, არ უარგა ლაპარაკის მანერა. ხმის ტემბრი იცვლება ხან მაღლადის, ხან დაბლა ერთ ფრაზაში. ეხდით ეს უკვე პრობლემას ქმნის მაყურებლისთვის. აღარ ვამბობ თორსა ტემბრი გავს ტაშტს. და საშინელი ხმა აქვს, ხო? ეს უკვე აღიზიანებს ადამიანებს. უყურე რამდენი დეტალი ჩამოთვალე, ესე იგი, მთელი კომბინაციამ დეტალებისა ერთობლივად გაძლევს საშუალებას ან მეტიზე გავლენა მოახდინო მაყურებელზე, ან ნაკლები. რასაკვირველია არის ეს საზოგადოებაც, ვისაც მაგალითად შეიძლება მოეწონოს ისეთი რა, რაღაცა რო იტყვიან ალა პანკ როკ სტილში ჩაცმული ადამიანი მოლაპარაკე, რომელსაც ბოდიში და ორი დათშაური კიდია და რაღაც ესეთი ტიპაჟია, მაგრამ ამას ყოველთვის ეყოლება გაცილებით ნაკლები მაყურებელი. გაცილებით ის უნდა იყოს მის სტილში, მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი მასა მაინც აქცევს ყურადღებას აი იმ დეტალებს, რომელიც მე გითხარი, იმიტომ რომ ეს უფრო დიჯიტაბეჭდილებას ახდენს. აი ახლა მე ჩემ პრაქტიკიდან გეტყვი, რომ აი როცა ვესაუბრები ადამიანებს, მათ ხშირად ეძინებოთ. აი ძალიან ბევრ ძინავს გადაცემის მერე დაურეკია და უთქვიათ რომ იცი რა, რაზე ილაპარაკეთ, ბოდის ვიხდით, იქნებ ერთ-ორი სიტყვით გვითხრათ და დაგვეძინა. და მე ვუბნები რომ ძალიან კარგი, თუ დაგეძინათ, ესე იგი თქვენ ჩავარდით რელაქსაციის მდგომარეობაში, ხმის ტემბრი შვება და ამ საუბრის აი ერთიანი დაახლოებით ბგერა და არა ბგერების ხტუნვა, რას თქვენ გაძინებთ, გამშვიდებთ და ეს თერაპიაა თქვენთვის, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ თერაპია ესე იგი იმ მომენტში სამყარომ გადაწყვიტა რომ თქვენთვის იმ ინფორმაციას მნიშვნელოვანი იყო დაგეძინათ. აი ეს თქვენთვის იყო გამოჯანსაღებელი, ხო? ამიტომ არის სხვადასხვა კატეგორია და პრაქტიკიდან ხედავ, რომ აი მაგალითად ადამიანები მოდიან აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის. მაგრამ აი ეს პრინციპები, რომელიც გითხარი, მათზე მაინც ახდენს ზეგავლენას. შეიძლება იყოს ხელოსანი, შეიძლება იყოს სტომატოლოგი, შეიძლება იყოს პედაგოგი, შეიძლება იყოს პარტიის რაღაც წარმომადგენელიც კი, ყველაზე ეს სისტემა, რომელიც მე გითხარი, მუშაობს ერთიანად, აქცევენ ამას ყველაფერს ყურადღებას. რამდენად მის წინ არის ადამიანი არა მარტო ის, რომ დასახელი აქვს, დაუშვათ ავტორიტეტი, არამედ გადამოცემის კულტურა, ტემბრალური კულტურა, საუბრის მანერა, გარეგნული ჩაცმულობა საქართველოა. საქართველოს მარტოს ლომის ოდე აქვს. ლომი ეს თეატრია. ლომი ეს სპექტაკლია. აგენა გამომდინარე ჩვენთან ძალიან უყვართ ეს ზის ქართულ გენში თეატრალური სტილის, აი რაღაც უნდა იყოს ყველაფერი სპექტაკლის სტილში, ოღონდ უნდა იყოს აი ძალიან ეფექტური.
აი ისე რა, მაგალითად აი რასაც ამერიკელები მაგით შეხედავენ, რომ ისე რა იყოს რაღაც არის პრობლემა იქ სადღაც პალმებთან. ქართველის უფრო რჩევნია, რომ აი რაღაც ბაროკო სტილის ის იყოს უკან დაუშვათ ავეჯი, რაღაც მდიდრული ფონი და რაღაც ესეთი. ეს მიდრეკელება ერისა, ხო? გერმანელს შეიძლება ნაკლებად აწუხებდეს. ან ამერიკას, მაგრამ ქართველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლომი ზოდიაქო მართავს და გერმანელს მართავს ქალწული. ანუ განსხვავებები ეთნოში დევს. ამიტომ ესეც უნდა გათვალისწინებული იყოს, რომ აი რომელ მაყურებელს რა უფრო მიიზიდავს დაუშვათ ხო? თუნდაც უკანა ფონი როგორი ექნება, ეს მომენტიც არის. ხო, მაგრამ ნუ აი ეს რაც მე გითხარით, ძირითადად ბგერითი მომენტები, გამოსახულება, ჩასმის კულტურა, საუბრის კულტურა, ეს ყველაფერი მეტნაკლებად ყველაზე უპირველეს ყოვლისა ახდენს კარგზე გავლენას. ადამიანები თქვენ გიცნობენ როგორც ასტროლოგს, მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაშიც ძალიან საკმაოდ ღრმად ერკვევით. რამოდენიმე სიტყვით თუ გვეტყოდით, მაგალითად, საკითხები, რომელიც თქვა ზოგადად ეზოთერიული არის, ან კიდევ უფრო იმის გარდა თუ არის, აი საკითხები, როგორიც არის მაგალითად ფენშუი, ინიანი, თქვა იქ ნუმეროლოგია, ანუ აი ამ საკითხებიდან, რომელი არის აი უფრო თქვენი, რომელი უფრო თქვა ან ღრმად იცით, ან აი რას თქვა თამამად, რასაც ქვია ეჭიდებით, ან ხო არის მაგალითად აი ზოგი თქვა ქვების სიტუაციას მიყვება და რაღაც მაგებს ამ საკითხებიდან. ნიკოლოზ აგიხსნ ახლა მოდი ასე თქვა ცოტა ასტროლოგიური კუთხითაც მივუდგეთ ამას. ასტროლოგიაში არის პლანეტების წყობიდან გამომდინარე დაბადების მომენტში იქმნება გარკვეული ფიგურები. ამ ფიგურებს თავისი დასახელებები აქვს და ეს ფიგურები გარკვეულ გამოხატავს გარკვეულ ასე თქვა ადამიანის ფსიქოტიპის შესაძლებლობებს. მე მაგალითად ჩემს პირად ჰოროსკოპში მაქვს ფიგურა, რომელსაც ქვია შამპანური შხეპები. ეს ნიშნავს იმას, რომ პლანეტები თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანში იყვნენ განლაგებული დაბადების მომენტში. ან დაახლოებით თანაბრად არიან განლაგებულები. ყველას ესე არა აქვს. აი შეიძლება ნახო ადამიანი, რომელსაც მაგათად 90 გრადუსიან მონაკვეთში აქვს ყველა პლანეტა. დანარჩენი ცარიელი აქვს. ან დაუშვათ ნახევარი აი ზოდიაქოს წრეროა, ეგო ნახევარზე შევსებულია, დანარჩენი ცარიელი აქვს. ანუ ეს ახდენს ზეგავლენას ადამიანის ხასიათზე, ფსიქოტიპზე, ამიტომ მე ეს ვიცი რა. აქედან გამომდინარე, ყველას ვერ ვთხოვ იმას და ვერ დავაძალებ მით უმეტეს რომ ჩემსავით იყვნენ ყველაფერი დაინტერესებული. მე რადგან მაქვს განაწილება პლანეტებისა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებში, ანუ გაშლილი ფორმა, ამიტომ ინტერესი და სფერო მაქვს ძალიან დიდი. ამიტომ ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანსაც ეს უნდა აინტერესებდეს ჩემსავით. არა, აი ვისაც მაგათ 90 გრადუსიან მონაკვეთშია, მაგათ 3 ზოდიაქოს ნიშანში აქვს 10 პლანეტა, ხო? ის შეიძლება რაღაც ერთ საქმეში იყოს გენიოსი, მაგრამ დანარჩენი არ აინტერესებდეს. და არც უნდა დააძალო, მას არ უწერია ეს. ესე სტრუქტურაა. მე რადგან მაქვს ესეთი შხეპების ფორმა, მე ამიტომ ბევრი რამ მაინტერესებდა ბავშვობიდან. მე ვარ საესტრადო სიმღერის 3 ფესტივალის ლაურეატი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. 78, 19, 80 წლებში მაშინ ესე ერქვა საესტრადო სიმღერის ფესტივალი. ამიტომ მე ხელოვნებასთან მქონდა სულ ურთიერთობა ერთი. დაინტერესების მეორე სფერო სპორტი ვარ საქართველოს წყალბურთში ჩემპიონი, მათ შორის სპარტაკიადის ჩემპიონი და ასე შემდგომ თავის დროზე მორაგბე ვიყავი და ნუ ბევრ სპორტის სახეობებში გამოცადე ჩემი თავი. ამის გარდა რასაკვირველია, ხა აღარ ვამბობ იმაზე, რომ პედაგოგი ვარ ბიოლოგი და დოქტორი მეცნიერებათა. ამ კუთხით ბიოქიმიის განხრით ეს ცალკე ჩემი სამეცნიერო გზა არის და ამის გარდა მოდი ავუშვათ, რომ ასევე რასაკვირველია მაინტერესებდა სხვა სფეროები, მათ შორის ეზოთერიკაში. ასტროლოგიაში მე მოხვდი ეზოთერიკიდან, განსხვავებით სხვა ასტროლოგებისგან. სხვა ასტროლოგები ხა მე ვისაც ვიცნობ ჩვენთან, მოდიან პირდაპირ ასტროლოგიაში. ზოგი მხატვარია, ზოგი არქიტექტორია, ზოგი მშენებელია, ზოგი ინჟინერია, მოდიან პირდაპირ ასტროლოგიაში. და ამიტომ ჩემი და მათი ხედვები ცოტა განსხვავებულია. მოდი რომ ვთქვათ ასე, რომ მე დავიწყე ეზოთერიკიდან და კონკრეტულად ვარ ოშო რაჯნიშის მოსწავლე. მაქვს სანიასა, მე მაქვს სახელი, სვამი სატიამ არის ეს ჩემი სანიასა ოშოსგან მიღებული თავის დროზე.
შესაბამისად ვარ პუნაში ნამყოფი არაერთხელ დათო შაუდიასთან ერთად, რომელსაც დღეს მაგნო სახელით იცნობენ მეტად და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სკოლა გავიარე, მათ შორის არა მარტო მედიტაციური, არამედ მაინტერესებდა საწყისი. საწყისი რა უნდა იყოს? ეს უნდა იყოს ხათხა იოგა. აი ჩვენთან დღეს მაგალითად მოდაშია მედიტაციური იოგა. და ყველას ვეუბნებით, შემოკარგებო, მაშინ უნდა კარგად გაეცნოთ რა არის იოგა, ხო? მედიტაციური იოგა ეს არის მისი ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. აქედან ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათემატიკის სწავლა დაიწყოთ ალგებრიდან. წარმოუდგენელია, ხო? უნდა დაიწყოთ არითმეტიკიდან. აქ არის წესრები იოგაშიც. უნდა დაიწყოთ სწავლა ხათხა იოგადან. ეს არის არითმეტიკა, ბევრ რამეს ისწავლით სწორად, მე უფრო რთული მედიტაციური იოგა სწორად და ადვილად დაითვისება. იმიტომ მედიტაციური იოგას უნდა ძლიერი კონცენტრირებული გონი. და ადამიანთა უმრავლესობა ნევროზულ მდგომარეობაშია, რომელ კონცენტრაციაზეა ლაპარაკი გონისა. ჯერ ეს უნდა ისწავლონ მართვა თავისი ტვინის ენერგიებისა და მერე კი ბატონო მედიტაციური ტექნიკა წავა კარგად. ამიტომ მე ეს ყველაფერი გავიარე, იოგა სისტემების სხვადასხვა სფეროები, მივედი მე ოშოს მედიტაციამდე, მათ შორის მისტიკ როუზი, ერთ-ერთი უძლიერესი მისი მედიტაცია და ასევე გავიარე ჩინური ციგუნის და ტრადიციული სისტემა. მათ შორის დიდი ოსტატი ტოიო კობაიაში იყო თავის დროზე ჩამოსული თბილისში. აქ ძალიან საინტერესო კონდა ლექციებიც, საინტერესო ვარჯიშებიც და ასე შემდგომ და ამიტომ ჩინური სკოლაც გარკვეულწილად თავისი ოღონდ სკოლა რას ნიშნავს? აი ჩვენთან მაგალითად მიდიან კარატეზე. პირდაპირ მიყავთ ბავშვები, რატო იმათმა ვიღაცა მერე ცემონ. ვითომ თავდაცვის მიზნით მერე ვიღაცას ცემენ და გაუხრებენ იმას ცხოვრებას, ხო? და ჩინეთში მაგალითად და იაპონიაში სხვანაირად არის. ერთი წელი საერთოდ არ ასწავლიან არანაირ ორთაბრძოლებს. ერთი წელი ასწავლიან მხოლოდ მედიტაციას, სწორ სუნთქვას და სიყვარულს. თორე შენ უკვე უნდა ფლობდე იარაღს, რომელთაც შეიძლება ადამიანი მოკლა და ამის უფლება არ აქვს. ამიტომ შენ უნდა ჯერ იცოდე ფილოსოფია, სიყვარული გააღვივო ამ ფილოსოფიური მწამსი და მერე გაძლევენ ამ იარაღს, მერე უკვე სწავლობენ ერთ წლის მერე. ხო, ჩვენთან ეს არ ხდება ასე. ამიტომაც მე ეს ყველაფერი ვნახე, გავიარე და ამიტომ ინტერესი მქონდა იმისა, რომ ბევრი რამ წამეკითხა, მესწავლა, იქამდე გავიარე შოპენჰაუერი, გავიარე რუდოლფ შტაინერი, მთელი თავისი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური, ეზოთერული პრინციპებით, აუცილებლად გავიარე ეგზისტენციალიზმი, მათ შორის ალბერ კამიუ, აკუტაგავა რინოსკი და ბევრი სხვა ცნობილი მწერალი, იმიტომ რომ მაინტერესებდა ვინ რას ფიქრობს, ვინ როგორ უყურებს სამყაროს, ვის რა ხედვა აქვს, გურჯიევი თავისთავად თავისი დიდი სკოლით და ურთულესი სკოლით, ხო, ამიტომ ძალიან ბევრი ისეთი აივანხოვი, უამრავი ბევრი სულიერი ოსტატის წიგნები, ბევრი ისე ვთქვათ გზები, ეს მე ყველაფერი მაინტერესებდა, რატომ? იმიტომ რომ ეს მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ფენშუი, რასაკვირველია, როგორ შეიძლება ხა ფენშუის გარშე ჩემთვის პირველად რო გავიცან, იყო დიდი აღმოჩენა და ერთ-ერთმა პირველმა მე და ქალბატონმა ლიუდმილა ყიფიანმა შემოვიტანეთ ფენშუი, ვინ იცოდა მაშინ ფენშუი, ეს 90-იანი წლების ბოლო. როცა ქალბატონმა ლიუდმილამ ჩამოიტანა ჩინეთიდან და ტიბეტიდან ძალცარი ფიგურები, წიგნები და მთელი ცხრილები და ჩვენ ამას ვეუფლებოდი და სპეციალური კომპასი ჰქონდა საქართველოს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამაზე. და ჩვენ არც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ საერთოდ იტყოდნენ რომ ვერ არიან ესენი კარგად. ამიტომ გავიდა დრო, რომ ნელ-ნელა საზოგადოება მოგვემზადებინა ფენშუისთვის, ოღონდ ეს მოხდა მერე, უკვე როცა უკვე ასტროლოგიაში გაერკვდნენ კარგად. მაგრამ ასტროლოგია საბოლოო ჯამში მე ჩამოვყალიბდი ასტროლოგიაზე. რატომ? იმიტომ რომ ნუმეროლოგიაც მაინტერესებდა სხვა შორის. ვადგენდი იმ ცხრილებს, ერთ-ერთი პირველი ჯერ კიდევ ვიმეორებოდი 90-იანი წლების ბოლოს ხდებოდა ეს ამბები. ყველა სფეროში დარწმუნდი რომ ძალიან კარგია. მინეროლოგიაც უნდა იცოდეს, ასტროლოგებს ესე ჰქონდა, ძველ ეგვიპტეში ესე იყო. მინეროლოგიაც იცოდნენ და ჩვენ ასტროლოგებს რას უწოდებდნენ? კოსმობიოფსიქოლოგია. ესე ერქვა, ხო? ანუ სად იყვნენ ადრე ფსიქოლოგები? ესენი იყვნენ ასტროლოგები, ზუსტად ფსიქოლოგები, იმიტომ რომ კოსმობიოფსიქოლოგია და ბევრმა ფსიქოლოგმა ვინც ჩემთან მოდის აღფრთოვანებულია მე და ამბობს ამას რატო არ გვასწავლიან ასტროლოგიას ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ აქედან გაცილებით მეც იღებენ და უგიგებენ ადამიანის შესახებ ვიდრე 5 წლიანი სწავლის შემდეგ უნივერსიტეტში თუნდაც, ხო? აქედან გამომდინარე, მოდი ასე ვთქვათ, რომ ბევრი ეს გამოვიარე ტარო,
სად იყო ტარო, როცა მე 2001 წელს ჩამოვიტანე მოსკოვიდან პირველი ტაროს კარტი და მისი პრინციპები უკვე ვიცოდი და ვაკეთებდი, ხო? საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა ჩვენზე რა არის ეს. ეხლა ამის ბუმი, მაგრამ მაშინ არ იცოდნენ. და აქედან გამომდინარე, ინტერესი ქონდა მრავალფეროვანი. ისიც ვნახე, ესეც ვნახე, ესეც მოსინჯე. მათ შორის პირველ რიგში მე უნდა მოსინჯო საკუთარ თავზე და ვარ კურო. და კურო არის პრაგმატიკოსი. მარტო თეორია მე არ ყოფნის, ან იმან თქვა. ეს საკმარისი არ არის. მე უნდა მოსინჯო ჩემს თავზე, როგორ მუშაობს, მე როგორ აღვიქვი, რამდენად სწორია, ან იქნებ რა შეცდომებს უშვებ ხო, ამის მერე მაქვს უფლება რომ ადამიანს გავაგებინო. ან ურჩიო. თუ ეს არ მუშაობს, მე ადამიანს პროპაგანდას ვერ გავუკეთებ ამა თუ იმ დაუშვათ მიმართულების. დარწმუნდი რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, საინტერესოა და ძველ ეგვიპტეში იცოდნენ ფენშუიც ასტროლოგებმა, ნუმეროლოგიაც იცოდნენ, აუცილებლად მინეროლოგია აუცილებელი საგანი იყო. ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ასტროლოგმა, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე მივედი რომ მაინც ყველაზე ამადგან უნივერსალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ასტროლოგია. კი, ასტროლოგმა უნდა იცოდეს ვიმეორებ სხვა სფეროები ძალიან ეხმარება, მაგრამ ასტროლოგიის ნაირად ადამიანს რო დაახასიათებ და მის პრობლემებს რო დაინახავ და მის კარმულ მისიას რო მივთითებ, ვერანაირი ფენშუი, ვერანაირი ნუმეროლოგია ამას ვერ გააკეთებ საბოლოო ჯამში. თუმცა ვიმეორებ იმათი დახმარება და გვერდზე დგომა ასტროლოგისთვის ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. იმას თავისი ძალა აქვს უდავოდ. ნუმეროლოგიის პრინციპებიც უნდა იცოდე ადამიანმა, მაგრამ ასტროლოგია სხვა რამეს გვაძლევს, იმიტომ ასტროლოგია მაგალითად მე პირადად რადიკალურად შემიცვალა ცხოვრება. იმიტომ რომ მე მივდიოდი მაგალითად მეცნიერების გზით. ასტროლოგია რუკავს და ამას ფენშუი ვერ გეტყვის, ვერც ნუმეროლოგია ვერ გეტყვის. ასტროლოგიას რუკამ როცა პირველად გავაკეთებ მეუბნება, რომ შენთვის მეცნიერება ცუდი არ არის, მაგრამ წარმატების კუთხით არის საშუალო. და უცებ ჩემი რუკა მეუბნება, რომ შენი წარმატება მოდის ჟურნალისტიკაში, მასმედიაში და ისიც ნახე, როგორ დეტალს მიწერს ასტროლოგიური რუკა. არა ის რომ შენ იყო ჟურნალისტი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი დაუშვათ ხელოვნების სფეროზე მწერალი ან საბავშვო გადაცემა, არა, პირდაპირ მითითება მქონდა ეზოთერული თემატიკა ჟურნალისტიკაში. და როგორი ახლა 90-იან წლებში ამის გაკეთება, სადაც ხალხი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ეზოთერიკაზე, არც ასტროლოგიაზე. აი მაშინ გავრისკე, მე მაინტერესებდა უბრალოდ აი ხო წერია, ხო მეუბნება, აბა მოდი წავალ და ვნახავ. მუშაობს ეს თუ არა? და წავედი, წარმოედგინე ქუჩიდან, კაციშვილს არ ვიცნობდი, მაშინ ახალი გახსნილი იყო მეორე არხი, იმიტომ რომ სულ ორი არხი იყო, პირველი და მეორე, სად იყო მაშინ ტელევიზიები და პირველზე რომ კაცშვილი არ მომისმენდა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ იყო ძალიან კონსერვატიული არხი, სახელმწიფო და შინო. მეორე არხი იყო უფრო ახალგაზრდული ჯგუფები და უფრო ბევრი იყო ახალგაზრდა და ამის იმედი მქონდა, რომ ესენი უფრო გამიგებდნენ და უფრო დაინტერესდებოდნენ. მაგრამ როგორი ახლა მაინც 90-იან წლებია ხო, მიდიხარ ქუჩიდან, კაცშვილს არ ეცდობ, პირდაპირ მიეჭრები და ამიტომ საბოლოო არჩევანი გავაკეთე ასტროლოგიაზე, იმიტომ ჩავთვალე, რომ ადამიანის ფსიქოტიპისთვის, მისი მომავლისთვის ასტროლოგია უფრო მეტად გამომადგება. მე მაგალითად იმ კუთხით, რომ იმ ადამიანს დაუშვათ შევაცვლევინო პედიუბალი და გავაგებინო. ფენშუი ამ შემთხვევაში კარგია, დამხმარეა, მაგრამ ესე ვერ იმოქმედებ ადამიანზე ფენშუით. ნუმეროლოგიითაც კი მიაქცევს ყურადღებას, რაღაც მნიშვნელოვან მომენტებს დაიჭერს, მაგრამ როგორც ასტროლოგია ადამიანს ეუბნება, აი რომელი ქვეყნებია შენთვის კარგი, სადმე აღწევ წარმატებებს. ამიტომ ამის ცოდნა, მე როცა ეს ვნახე ყველაფერი ასტროლოგიაში, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის მაინც უნივერსალური სფერო, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გაძლევს და შესაძლებლობებს განვითარებისთვის, ვიდრე ცალკე ფენშუი, ცალკე ნუმეროლოგია, თუმცა ცალკე ტარო, თუმცა ეს ყველაფერი მე თუ მკითხავ, ნებისმიერ ასტროლოგმა უნდა იცოდეს. ეს მხოლოდ გაამდიდრებს მის ცოდნას. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა. აი ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვით, ახლა რაც თქვათ თქვენი თქვათ წლების წინანდელიდან მოყოლებული მოყევით, იმიტომ რომ მაყურებელი ფაქტიურად ტელევიზიაში ყოველთვის გაქვთ ხოლმე რაღაც შეზღუდული დრო, ცოტა დრო და გიწევთ კონკრეტულ ნიშნებზე საუბარი ძირითადად ხოლმე და აი ეს რო თქვენი იდეოლოგია და თქვენი ცოდნის თქვათ ნაგროვი საიდან მოდის, რომ ეცოდინებათ ძალიან მნიშვნელოვანია რა. მადლობა რომ თქვით. ერთ-ერთ ასტროლოგთან
ვიყავით რაღაც საუბრობდით, იქაც რაღაც გადაცემას წერდით წლების წინ და ვახსენე ჩინური ჰოროსკოპი. აუ შენო ცაგარელისტი ხარო რა. ხო და ესე შევხედე მეთქი რა ძალიან გამიკვირდა უცბად და მე უცბად ოკეი მე თან ცოტა იუმორი მიყვარს ხოლმე რაღაც და მეუბნებდები რომ მეთქი აი რაღაც რა სიტუაცია სტილში და რა სახიო კაცო და მეთქი ჩინურად გითხარი მეთქი ჩინური ენა ხო იცი მეთქი რა არსებობს მეთქი და კი მეთქი იცი მეთქი ჩინური და არაო საიდანო და მეთქი რაღაც საკითხში თუ ვერ ერკვევი ეგ იმას არ ნიშნავს არ მუშაობს რა ხო და ესეთერად მეუბნები ხოლმე ზოგადად ყველა ადამიანს რა თუ ნუმეროლოგიაში ვერ ერკვევი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის არ არის თუ არ არსებობს ან არ მუშაობს ან რაღაც ან ფენშუისში ან ასე შემდეგ რა და მადლობა რომ ეხლა ესეთერად ახსენით რა იმიტომ რომ ანუ ეს არის მრავალ ისე სხვათა შორის აი ბაგაზე მინდა გითხრა ნიკოლოზ აი ჩინურზე მე მივხვდი იმის რომ წიგნი მაქვს გამოშვებული ქართულ ენაზე ხო, სადაც არის ცალკე ცინურ ზოდიაქოს ნიშანზე მთლიანად ეს ციგნი ამას აქვს მიძღვნილი და ცალკეულ აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარი. იმედი მაქვს რომ კიდე გამოვიშვებ, იმიტომ მაშინ გამოვიდა მხოლოდ 3000, ცოტა იყო რაოდენობა, მე მგონი კიდე გამოვიშვებთ მაგას, თორე ინტერესი იზრდება ამის მიმართ, იმიტომ რომ ჩინური არ არის ის პრინციპში არის აღმოსავლური ზოდიაქო, იმიტომ რომ ახლა ჩინელებმა უბრალოდ დაიპყრეს ბაზარი და ყველაზე ძლიერი ქვეყანაა და მიითვისეს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ამოვიშვო, მე ყოველთვის წერ და ვამბობ აღმოსავლური ზოდიაქო, იმიტომ რომ იგივეა კამბოჯაში ძალიან უყვართ ასტროლოგია, ტაილანდში, ვიეტნამში, იაპონია ხო ცნობილი და ცნობილი ამაბებით, ხო ინდონეზია, ყველა აღმოსავლეთის ქვეყანაში ეს სწორედ მათი კალენდარი არის, თუ არის ეგრეთ წოდებული. ჩინეთშიც თავისთავად, ხო, მაგრამ დღეს ყველა აიძახის ჩინური. არ არის ის ჩინური, ის არის აღმოსავლური. ამაზე შევთანხმდეთ ეს ერთი და მეორეც ერთი, მოდი ამშვიდობთ ისიც რომ პირველ რიგში აქ არის ესეთი რამ დასავლური ზოდიაქოს ასტროლოგიის პრინციპები რასოკვირა მე მაჩვენე რომ უმთავრესია, იმიტომ რომ კარგად ხსნის ადამიანის შიდა ფსიქოტიპს და სტრუქტურას, მაგრამ აი რას აკეთებს აღმოსავლური? აღმოსავლური გვიჩვენებს სოციუმში, საზოგადოებაში იმ პიროვნების შესაძლებლობებს და გამოვლენის ფორმებს. ამიტომ ორივე უნდა ვიცოდეთ. ისე როგორც უნდა ვიცოდეთ, დავუშვათ ასტროლოგია და თან გამოვიყენოთ ფენშუის პრინციპები ან ნუმეროლოგიის ასტროლოგიაში, ასევე აქაც დასავლურ ასტროლოგიასთან მე ყოველთვის როცა მოდის ადამიანი პირველი ვიწყებ რით. ვინ არის ეს ადამიანი აღმოსავლური კალენდრით და რა თვისებებს აძლევს. მაგალითად, აი ადამიანი ავიღოთ მაგალითად ტყუპები, ხო? ტყუპები დაბადებული მამლის წელიწადში. აუცილებლად მამალი მისცემს გარკვეულ აგრესიას მას. მამალი აგრესიულია ბუნებით, ჩანისკარტება უყვარს. მეგდით? მაგრამ იგივე ტყუპები რო ავიღოთ, დავუშვათ თუნდაც მაიმუნის ნიშნით. მაშინ ეს იქნება სასწაული მაიმუნი, მინდა გითხრათ. სულ მაიმუნობს. სულ არის რაღაცის მაიმუნობის, ოხუნჭობის ხასიათზე, მაგრამ თუ ის არის მაგალითად ხარის წელიწადში დაბადებული, იქნება გაცილებით შრომელი ტყუპები, რომელიც დედ და ღამეს შრომაში ატარებს და ძალიან ბევრ რამეს ახსოვს თავის შრომით. თუ ის არის ძაღლის წელიწადში, იქნება არნახულად ერთგული და სამართლიანი. ანუ დასავლური აი ამ თვარის კალენდრის ზეგავლენა ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერ ასტროლოგის მიერ. თუმცა პრევალირებადი უნდა იყოს რასაკვირველია დასავლური, ანუ ევროპული, როგორც უწოდებთ, სინამდვილეში ეს არის ძველი ეგვიპტური ასტროლოგია, მაგრამ უნდა იყოს შეზავებული აუცილებლად აღმოსავლურთან, რომ მივიღოთ სრული ფსიქოპორტრეტი ადამიანის. მაშინ მე მეჩვენე რომ იქნება კარგი, აი ესე ვთქვათ, ინფორმაცია იმ ადამიანისთვის ორივე მხრიდან. მარტო ერთს რომ ამბობთ, რაღაცას ვაკლებთ აღმოსავლურიდან. აღმოსავლურზე იმდენს ვერ ილაპარაკებ, როგორც დასავლურზე. ამიტომ ორივე უნდა იყოს შეზავებული ერთმანეთთან. ესეთი მომენტი იყო წლების წინ ჩვენ შევხვდით ალბათ მიახლოებით 7 წლის წინ შეიძლება და თქვენ მითხარით რომ ამ კალენდარი მომეცით და შენი პირადი ჰოროსკოპიდან გამომდინარეო 3 რიცხვში და 3-ზე გამრავლებულ ციფრებსო ცოტა ერიდეო რა ანუ რთული ანუ უფრო რთული დღეები გექნება შედარებითო რა იმ დღეებში ანუ 3, 6, 9 და ასე შემდეგ
ხო და მაგ პერიოდში მე ისეთნაირად გავაკეთე რომ პირიქით რაც რაღაცა დიდი მქონდა გასაკეთებელი ისეთი რაღაც ღირსშესანიშნავი თუნდაც არა ჩემი წიგნების პრეზენტაცია და ასე შემდეგ გავაკეთე ესე 3 რიცხვში 9 რიცხვში და ასე შემდეგ და არა იმიტომ რომ თქვენ გეპრინციპეთ რასაც ვთქვი არამედ ესეთნაირად რადგან მე ჩემ თავზე ექსპერიმენტებს ვატარებ თან ესეთნაირად ვთქვი რომ თუ მე რთული პერიოდი მაქვს და ამ რთულ პერიოდს მაქსიმალურად ვეცდები რომ კარგად გავატარო და ისე სასიამოვნოდ წარმოიდგინე კარგ პერიოდში როგორ იქნება მეთქი რა აი ამაზე თუ მეტყოდით რამე კომენტარს თუ გააკეთებდით კი რატო არა შენ რეალურად სარგებლობ განწყობის თეორიით მოდი ასე ვთქვა ჩვენ დიდი წინაპრისა დმიტრი უზნაძისა თუმცა ეს თეორია ინდოეთში იცოდნენ გაცილებით უფრო ადრე მრავალი საუკუნის წინ აქ ახალი არაფერი არ არის მაგრამ ეს თეორია მუშაობს და ეს პრინციპი მუშაობს ანუ კონკრეტულად რა მოდი ახლა ესე ვთქვათ რომ აი დავუშვათ ადამიანს აქ რაღაცა უარყოფითი დღეები ხა მე კალენდრებს უშვებ და არის დღეები კარგი არის დღეები ცუდი მაგრამ ეს არ ნიშნავს აუცილებლად ცუდი დღე მაინდამაინც ცუდად უნდა დასრულდეს იმიტომ რომ მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული კარგი დამოკიდებული კიდე ადამიანის პირად ინდივიდუალურ უკაზე იმიტომ რომ ეს მაინც კეთდება ზოგადი მოდი ეს ვთქვათ ზოგადი ნიშნავს 50%-ის ალბათობა რომ დღე იქნება ცუდი მაგრამ პირად რუკაში აი იმ დღეს თუ ამ დროს ჰარმონიული ასპექტი დაჯდა მფარველანგელოსა და გამარჯვების პლანეტებთან შორის ის დღე პირიქით ძალიან კარგი ექნება იმ ადამიანს იმიტომ რომ ინდივიდუალურად მაგრამ იგივე ნიშნის სხვა ადამიანი რომლის პირადი რუკა სხვა წელს არის დაბადებული და სხვანაირია შეიძლება იმას ძალიან მძიმე კონდეს მე ძალიან ბევრი ხვდები ესეთ სიტუაციას როცა ერთი ადამიანი ერთ და იმავე დღეზე მეუბნება რომ გადასწარები მქონდა მეორე მეუბნება საშინელი წნევა ისა ავარიაში მოხვდი და შემდგომ მეგობრებო ამიტომ ეს რაზე გვილა ინდივიდუალურია იმიტომ რომ მაინც ზოგადს უშვებ ჩვენ და ინდივიდუალური ბევრად წვეთს უკეთესობისკენ ან ბარისობისკენ ეს ერთი ვარიანტი მეორე ვარიანტი რასაც შენ აკეთებ ესეც არის მეთოდი რომელსაც მე ხშირად მეუბნები ადამიანებს რომ დაუშვათ გაქვთ ცუდი დღე ხო განეწყვეტ დადებითად. რატო? იმიტომ რომ განწყობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ უშვებთ სამყაროში და სამყარო იმართება ბუმერანგის პრინციპით, რასაც ვაგზავნით სიტყვით, აზრით, ემოციით, მოქმედებით, ეს ენერგოვიბრაციული მოხდებია, ენერგოველია, რომელიც გვიბრუნდება უკან, ზუსტად იმ ხარისხით. გაუშვებთ სამყაროში ოპტიმიზმს, მოვა უკან ოპტიმიზმი. მეგობრებო, ახლა რა ხდება, როცა შენ დადებითად ხარ განწყობილი და დღე დაუშვათ გაგცუდი, ხო? ეს დადებითი ენერგია მიდის რა სამყაროში იმ დღესვე გიბრუნდება იმ წამსვე უკან და მას კორექცია შეაქვს. რაღაცა ცუდი რომც ყოფილიყო დაუშვათ დაგეგმილი, ხო? შენ კორექტირებას ახდენ. და ის უკვე ესეთ მძიმე ფორმით არ შემოდის. ადამიანის ძირითადი სიმდიდრე არის გონება და ჯანმრთელობა, ან რომელიც სულ გაქვს და თანგ გაქვს. მატერიალურ რაღაცას თქვა ხელი მოკიდო და სადღაც რომ ომი იყოს და იწოდეს რაღაცა და გაიქცე, ანუ შენი თავი მიგაქვს, სადაც მიგაქვს, ანუ თავარი სიმდიდრე. მეორე მომენტი ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო და ეს ალბათ იქიდან გამომდინარე ქართველის რო ვარ და როგორ მამამაც ამღზარდა, ჩავმიყალიბდა ის მომენტი რომ მეგობრები და მე მივხვდი რომ ჩემი სიმდიდრე ამ ეტაპზე რაც ყველაზე ძალიან მოვიხვეჭე ეს არის ჩემი მეგობრები, სანდო მეგობრები და ამ მეგობრებიდან გამომდინარე კიდე რომ ის ძალას რო გრძნობ და ისინი თქვა ჩემ ძალას გრძნობენ რომ მე რასაც თქვათ მოაკვალიანებდი თავის დროზე და თქვათ ბევრმა თქვათ ბიზნესი აიწყო ასე შემდეგ ძალიან ხშირად რომ მეუბნებიან რომ იცი რა ჩვენ რო რაღაც ჩვენ ოჯახებს თქვათ ვაპყურებთ თქვათ შენი დამსახურება რაღაცეთ და ამ სიტუაცია მომცა იმის საშუალება რომ ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა რაც ბოლომდე უარი ვთქვი მატერიალურ ცხოვრებაზე პერიოდულად ესე მიწევდა ხოლმე, მაგრამ ეხლა ბოლომდე ვთქვი და ბოლომდე გადავერთე უკვე სულიერ სამყაროში, ბოლომდე გადავერთე იმ რაღაცა იდეოლოგიების განხორციელებაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ცხოვრება თითქოს და ამ ეტაპზე ესე ვთვლი, მე შეიძლება შემეცვალოს აზრები, უფრო განვითარდეს რაღაც მომენტები სხვანაირად, მაგრამ ამ ეტაპზე ესე ვთვლი, რომ მოვიარე მსოფლიო, ავიხდინე ყველა ოცნება, რაც მინდოდა ვთქვათ, ყველანაირ სიტუაციაში ყოფილ ვარ და თან რაღაც საუკეთესო სიტუაციებში ვიხვედრებდი თავს, არ ვიცი, როგორ კარმულად თუ როგორ, ყოველ შემთხვევაში იღბალი მაქვს რა, ფაქტია, რომ მაქვს ერთ სიტყვით და იმდენად ჩემთვის ჩვეულებრივი გახდა, ბევრი რომ მქონდა, როგორც ვიყავი, როცა არაფერი არ მაქვს იგივენაირად ვთქვა,
ოპტიმისტურად იგივენაირად თქვა, შემართებით იგივენაირად ყოველდღურად რაც მინდა რომ ვაკეთო, დილაობით გავდივარ მზის სამოსვლას ხვდების, თუნთქვის ვარჯიშებს ვაკეთებ, რაღაცა თქვა სხვადასხვა კუთხით განვითარებას, ანუ ამ რაღაცას მე ვახერხებ ფულითაც, ფულის გარეშეც. ეხლა ეს ყველაფერი რატო თქვი? როგორც თქვენ, კურო ხართ ზოდიაქოს ნიშნით და განსაკუთრებით აი ფულის სიტუაცია ცოტა სხვანაირად უყურებთ. რამდენად ფიქრობთ, რომ მე თან რომ ტყუპებში მყავს მეშავი მთვარე და საინფორმაციო სამყარო და ამ სიტუაციით მინდა ეს ყველაფერი ადამიანებს მივაწოდო და მივაწოდო ის ინფორმაცია თან რომ აი მატერიალურ ცხოვრებას მივდევთ და დღეს აქ არ ვართ ბედნიერები ის რაც გაგვაჩნია და ეს მჯობზე მჯობი და უკეთესზე უკეთესი ვთქვათ იახტა თუ ვერტფრენი არ დაილევა და სულ გამოვა აი ამ მომენტების შეზავებაზე რამე რომ მითხრათ მოდი ჯერ დაიწყოთ იქიდან რომ რახან შენ ტყუპებში გაქვს შავი მთვარე ეს ნიშნავს რომ მეტი სიფრთხილე გვართებთ მეზობლებთან ზოგიერთი მათგან იქნება ჭორების და ინტრიგების გამორჩელებელი ფრთხილად უნდა ილაპარაკო არ გათქვა ინფორმაცია საიდუმლო სხვები ამას მომენტურად გამოგიყენებენ მერე საწინააღმდეგოდ და ხელშეკრულებას თუ რაიმეს დებ აუცილებლად ყველა პუნქტს გადახედე იმიტომ რომ შენ ფეიკების არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა გაქვს მაღალი ეს გაითვალისწინე მას მედიასთან ურთიერთობაც ითხოვს სიფრთხილეს შენ ინფორმაციას თუ გადასცემ კარგს დადებითს და სიკეთეს დათეს ამით შენ შეასუსტებ შენ თავს ხელმთვარეს მაგრამ დაუშვათ ჟურნალისტებს შორის შეიძლება ყავდეს პარული მტრები რომელსაც უბრალოდ არ მოწონს შენი პერსონა ესეც გაითვალისწინე ეს ნიშნავს შავი მთვარე მოკლედ რო გითხრა ის რომ ჩვენ დაუშვათ შენ რომ უბრალოდ უარი თქვი მატერიალურ სამყაროზე ნუ ეს შენი არჩევანია კი ბატონო მაგრამ მე მაგალითად სხვანაირად ცხოვრობ ცირა ყოთის ჩვენი წინაპრები და ბრძენი ადამიანები სამყაროში საერთოდ სხვა რელიგიებში ძირითადად ერთ რაღაცაზე არიან შეჯერებულები რომ წარმატება ბედნიერება და ბედნიერება უნდა იყოს პირველ რიგში სულისა სული თუ ბედნიერია მაშინ მისი გონიც და მისი სხეულიც ბედნიერია მაგრამ თუ დაუშვათ გონმა ან სხეულმა დაჩაგრა სული მაშინ სამივე იტანჯება მოდი ესე ვთქვათ ხო პირველი უმთავრესი ადამიანში არის სული და მერე მოდის გონი და ფიზიკა მაგრამ შეიძლება ამ ფიზიკამ დაჩაგროს სული მაგრამ ადამიანს გონია რომ აი ეს ფიზიკა რო დაიჩაგრა მისი აი ამის ბრალია სულის შინაგანი ცუდი მდგომარეობა და შემდგომ და სინამდვილეში ვერ ხდება რომ პირიქით არის სულია თავიდანვე არასწორად განწყობილი სამყაროსადმი და სულის არასწორი პოზიცია რომელიც გონებაზე გადადის არასწორ ქმედებას იწვევს და მერე ეს უკვე იწვევს დაავადებებს ორგანიზმში. ან ორგანიზმი უკვე საფოსკო რეაქციას აძლევს. ეხლა თავარი პრინციპი, რაზეც შეჯერდნენ პრინციპში რელიგიები რა არის? ზომიერება. ბედნიერების საზომი ადამიანის, ხო? აი ელემენტარულად გეტყვი. საკვები გჭირდება ადამიანებს, გჭირდება, ხო? მეცნიერებაც დამტკიცებულია და ყოფაცხოვრებიდანაც ვიცით, ხო? თუ შენ ზედმეტ შეჭამ რა მოგივა? ცუდად ხდები. თუ შენ საერთოდ არ შეჭამ, რა მოგივა? ისევ ცუდად ხდები. ნახე, აი ეს ელემენტარული მაგალითი გვიჩვენებს პირდაპირ უფლისკენ აღმავალ გზას, ბედნიერებისა წარმატებისა. ზომიერად უნდა მიირთვა. ზომიერი უნდა იყოს შენი ტოლვა სულიერებისადმი, მაგრამ ვიტყვა რომ ფიზიკურ სამყაროს, მათ შორის მატერიალურ სამყაროს უფალთან კავშირი არ აქვს. ეს სამყაროც უფლისაა. მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ მატერიალური სამყარო ისეთივეა უფლის, როგორც სულიერი. სხვა საქმეა შენ რამდენად გაგაჩნია უფლის დანახვის უნარი მატერიაში. ეს სხვა თემაა. ამიტომ შენ აქ რახან ვერ ხედავ, ეძებ იქ. მაგრამ აი სწორედ აღმოსავლური ინდური დოქტრინა მაგით არის ზუსტად საინტერესო, თუ სწორ მასწავლებელს მიაგენ, თორე ინდოეთში ბევრი შარლატანი ეგეც მინდა გითხრა. მაშინ აი კარი მთავარი რა აი ბუდამ ეს ძალიან კარგად განსაზღვრა თავის დროზე რომ შუაში დევს ბედნიერება ანუ შენ უნდა დაინახო მატერიაშიც რა არის ცუდი მატერიაში არაფერი ცუდი აი მაგალითად შენ ლამაზი ტანსაცმელი გაქვს რა არის ამაში ცუდი თავარია რა შენ არ გახდე ამის მონა ტანსაცმელზე დამოკიდებული არ უნდა იყო ან ფულზე დამოკიდებული არ უნდა იყო აი ამაში ესე თორე მატერიას თავი ლამაზი ფიგურა, ლამაზი ნახატი, რა არის ამაში ცუდი?
ეს მატერიაა, მაგრამ ესეც ღვთიურია. მაგრამ შენ თუ ამაზე ხდები დამოკიდებული ლამაზი საათი, გადასარევია, ესთეტურად მე მაგალითად ვსიამოვნებს, მაგრამ ეს საათი დამივარდა ახლა, ხო? გატყდა. მე თუ ამას გადავყევი, ამის გამო ჩავარდი დეპრესიაში, გავხდი აგრესიული, სხვას მივაყენე შეურაცხყოფა და ვამბობ რა უბედურებაა, აი მაშინ მე ზომიერება დავკარგე. მაშინ მე ვარ მონამ მატერიალური საგნისა. მიხდი? და ეს არის მართლა უბედურება. ამიტომ მატერიას კი არ უნდა გავექცეთ. პირიქით, ჩვენ მატერიასთან ერთად უნდა ვისიამოვნოთ ზომიერების პარგლებში. იმიტომ რომ ესეც უფლისაა. მოდი ესე ვთქვათ. სულიერი მხარე თავისთავად კარგია, მაგრამ რამდენი გაგიგია შენ რომ გადადის სულიერ მხარეში და ხდება ფანატიკოსი. რის შემდეგ მიდის ადამიანის მკვლელობაზე. ხო? ანუ ფანატიზმში გადავიდა.